ახალი არჩევნები კი არა პირდაპირ გადადგომა უნდა იყოს მოთხოვნა და სრული დაუმორჩილებლობა ბოიკოტი რა ვიცი რა ძალა ერთობაში უნდა ადგეს ყველა ერთად ფეხს. და არჩევნები რატომ არ არის გამოსავალი თქვენი აზრით? იმიტომ რომ როგორც აქამდე გააყალბეს ისე გააყალბებენ რაციც. რა მნიშვნელობა აქვს? არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, იმიტომ რომ ამით ლეგიტიმაციას მისცემს მიმდინარე მოვლენებს და მათ გადაწყვეტილებებს და მათ სულელად. ხალხს მაინც ეშინია ახალის რო ვარესი არ იყოს. და ისე დიდად კმაყოფილი არ ვართ ხალხი. ამ პირობებში ასეთ პირობებში ასეთ რეპრესიებია, როცა სინდისის პატიმრები არსებობენ ქვეყანაში, აქვს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას აზრი? ჩატარდება რეალური არჩევნები? არჩევნები შეიძლება ჩატარდეს რეალური, მაგრამ რეპრესიები რა თქმა უნდა არ არის კარგი. არ მოსწონს ხალხს ეს, მაგრამ თუ კარგი გაჩნდა ვინმე საქართველოში მართლა ღირსი საპრეზიდენტო გააქრობენ ხელად. აი ეს ვიცი მე, ამიტომ მაგათ არ უსმენ საერთოდ. ვარსებობ ჩემთვის იყო მოვკარიყური ტელევიზორში რომ სიღარიბე შემცირდა როგორ თავრობა გვეხმარება არა რა ქნან იმ ხალხმა ვინც მარტო პენსიაზეა პენსია ავიღე და დავხარჯე 2 დღეში ხელად წამალი ვიყიდე გადასახადი და რაღა დარჩა დაკარგული გვაქვს იმედი ფული უფრო უყვართ ვიდრე საქართველოს მოყვარული ადამიანი უნდა დადგეს თქვენი მოსაზრებით თუ უნდა მიიღოს მონაწილეობა ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციამ ამ არსებულ მოცემულობაში რაც დღეს გვაქვს. მე იმაშინია ოპოზიციამ უნდა გამოვიდეს ერთიანი პოზიციიდან და არანაირი კონსენსუსი მათ შორის გამორიცხულია. თუ არს ამბობენ, უნდა თქვან ბოლომდე უარი და მორჭე თემა. ასეთი თამაშები დიდად ვერაფერს მოიტანებენ, მაგრამ უფრო მკაცრი პოზიცია უარი თქვან და ერთიანად ჩამოყალიბდნენ თავის პოზიციაში კოერენტი აღარა. ასეთი მიიღება ზოგი არა ეგ საუბრობს იმაზე რომ ოპოზიციაშიც არაა ერთობა და ეგ სოდია ვინც მონაწილეობს მათი არგუმენტი არის შემდეგი რომ ამდენი ხნის განმავლობაში არის წინააღმდეგობა საპროტესტო აქციები მაგრამ მაინც არ ნიშნავს ანტიკონსტიტუციური ხელისუფლება რიგარეში არჩევნებს ხო ანუ საპარლამენტო არჩევნებზეა ლაპარაკი და ეხლა რახან უკვე კანონით არის განსაზღვრული ეს თვითმმართველობის არჩევნები აქ შეიძლება სცადოს თავისი ძალები ოპოზიციამ საპროტესტო ელექტორატთან ერთად 4 ოქტომბერს ერთპარტიული არჩევნები რა შედეგს მოიტანს სისულელეა ხო ერთფეროვანი პარლამენტი ერთაზროვნიანი პარლამენტი არის არგუმენტი არის ის რომ რახან ასე არაფერი არ იცვლება ამ საპროტესტო აქციებით და გაყალბებული არჩევნების შემთხვევაშიც კი თქვა თბილისი ჯამურად მოიგო ოპოზიციამ ასე რომ შეიძლება თბილისის მერი ან ბათუმის მერი გახდეს ოპოზიციონერი ჭირდება მოთმინება დაველობოთ მოვლენების განვითარებას დამიჯერეთ ყველაფერი შეიძლება ევროკავშირი ევროპა ჯანსაღი აზროვნების ჩვენი მეგობრები იციან რა სად და როდის გაკეთდება. ოპოზიციის გარეშე ცხოვრება საინტერესო არ არის. ან მნიშვნელოვანია ოპოზიცია, ხო? მაგრამ არჩევნებში თუ უნდა მიიღონ მონაწილეობა, ეხლა რაც არის თვითმმართველობის არჩევნები და ეგ მიიღონ რა, ვინ რას მისცემს, ხმას ეს უკვე მათი არის. მაგრამ გაყალბდებაო და ამიტომ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს უკვე მათი დარდია ჩვენი. უნდა მიიღონ ეს თუ ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და გამნიშნულობა აქვს პარტია იმას მთავრობას უნდა მიიღოს ჩემი აზრით თუ მოქალაქე არის და თუ პარტიაა და თუ არ არის და აქტულის ამ ქვეყნად არაბას მაშინ რა უნდა მაგრამ თუ ყალბდება არჩევნები თქვათ ეუთომ რომელიც არის საერთაშორისო სხვა უნდა მიაქციოს ყურადღება და არა მათ ხო და ამიტომაც ამბობენ ისინი რომ არ მონაწილეობთ არჩევნებში და თქვათ ეუთო რომელიც არის ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს რომ სერიოზული პრობლემები ქონდა ამ არჩევნებს საქართველოში რაც იყო წინა არჩევნები 2024 ოქტომბრის არჩევნები ეს მათი გადასაწყვეტია მაინც მიასწრა მე ჩემი აზრით თუ მოქალაქეა უნდა მიიღოს მონაწილეობა მაგრამ თუ ეკდება აზრი ამ არჩევნებში მონაწილეობას თუ ისინი თვლიან აზრი არ ექნება მაშინ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა უნდა მიიღოს თუ უნდა მაგრამ თუ ყალბდება არჩევნები აქვს მონაწილეობას აზრი ყალბდება მაშინ აზრი მაინც აქვს უნდა იბრძოლოს თუ უნდა მიიღოს ოპოზიცია მონაწილეობა არჩევნებში უნდა მიიღოს თუ არა? დიახ კი, თავისთავად უნდა მიიღოს, ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
აი ეს არგუმენტი რომ არჩევნები გაყალბდა და ახლა მონაწილეობას აზრი არ აქვს არჩევნებში თან როცა ამყარდება ქვეყანაში დიქტატურა ამ პირობებში შეუძლებელია არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება ამ არგუმენტზე რას ფიქრობთ ანუ ეს არის მთავარი არგუმენტი რის გამოც არ მონაწილეობენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არჩევნებში როცა პოლიტიკური პარტიები ყავს ასევე ქვეყანას ყველა ვარიანტში მაინც უნდა მონაწილეობა მიიღონ იქნებ შეცვალონ ყველაფერი სხვა აზრი არა ან მაინც აქვს ბრძოლას არჩევნებში მონაწილეობას აზრი თავისთავად მაგრამ ამ საარჩევნო გარემოში როცა იგივე CSKA ისე ქართული ოცნება ხელისუფლების სათავეში აქვს მონაწილეობას მაინც აზრი თუ არ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ ესე იგი დამარცხებულები იქნებიან სხვანაირად არ გამოვა უნდა მიიღონ მონაწილეობა და ყველაფერი გადაწყდება კარგად კონკრეტული პარტიები საუბრობენ იმაზე რომ შეიძლება მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და როგორც ერთი მოქალაქე რამდენად სწორად მიიჩნევთ ამ პროცესებში ამ კონტექსტში დღევანდელ მოცემულობაში ოპოზიცია მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში ალბათ არა ამ აზრი არა აქვს ანუ გაყალბდება და ამიტომ თუ რატომ რა არის თქვენი არგუმენტი ალბათ ხო გაყალბდება მაგით რას ფიქრობთ ამ საკითხზე თუ უნდა მიიღოს მონაწილეობა ოპოზიციამ არჩევნებში რა თქმა უნდა ან რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თქვენთვის საერთოდ ზოგადად რაც უფრო მეტი იქნება მით უკეთესი აი ეს არგუმენტი რომ გაყალბდა წინა არჩევნები და ამიტომაც ახლა აზრი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობას როცა დიქტატურა მყარდება ქვეყანაში შეუძლებელია ჩატარდეს არჩევნები ანუ ამ არგუმენტს რას პასუხობთ თქვენ მაგი ყოველთვის იქნება რა აქვს მნიშვნელობა ყოველთვის იქნება გაყალბებაც და ასე შემდეგ რა თუ ყალბდება არჩევნები და რეალურად არ ტარდება არჩევნები რა აზრი ექნება ამ არჩევნებში მონაწილეობას მაშინ რა ვიცი ყოველ შემთხვევაში მაინც უნდა იყოს დაფიქსირებული ასე თუ ისე მოსაზრება მოლაპარაკებებს მაგიდასთან დაждებიან და გადაწყვეტენ მაგამას საფრთხე ნელსონ მანდელმა თქვა პრობლემები თუ გინდა გადაწყვეტა მოლაპარაკებებს მაგიდასთან უნდა გადაждდეთ მეტი სხვა არაფერი არ იქნება ან თქვენ ფიქრობთ რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ საკითხის გარშემო არ გამოვა რა შემთხვევაში აქვს არჩევნებში მონაწილეობას აზრი თქვენი აზრი ეკონომიკურად თუ არ გამაგდა სახელმწიფო და ხალხი თუ არ გამაგდა ეკონომიურად პოლიტიკას აზრი არ აქვს იკარგება პოლიტიკას და ყველაფერს და რო არ მიიღებენ მონაწილეობას სიტყვაზე რა უკეთესი იქნება ну კითხვაზე მიპასუხეთ უკეთესი იქნება რო არ მიიღებენ მათი არგუმენტი არის ის რომ თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას მაინც გააყალბებს ივანიშვილი ამ არჩევნებს და ამით შეიძლება ლეგიტიმაციას აღიარებას რომ აი რახან მოდიან არჩევნებზე და მონაწილეობენ ამ არჩევნებზე ესე იგი მე მაღიარებს ოპოზიცია ფაქტობრივად ანუ ამას მიაღწევს ის იცით რა ოპოზიცია ძალიან სუსტი ყავს პრინციპში მე არც ოპოზიცია მომწონს მაგრამ ნუ ოპოზიცია საერთოდ ძალიან სუსტი ყავს სამწუხარო ფაქტი ესაა და ამიტომაც აკეთებენ ყოველ თქვენ რას ურჩევთ ოპოზიციას რას ეტყოდით ოპოზიციას როგორ უნდა მოიქცეს ნაკლები ვიფიქრონ სკამზე და მეტი ხალხზე და მეტი შედეგი ექნებათ მადლობა